გამარჯობა ჩემო საყვარელო მეგობრებო, დაპირებული ვიდეო რაც შეეხება თვალს და მის ენერგიას. თუ დაფიქრებულ ხართ, ხო? აი რას წარმოადგენს ჩვენი ცხოვრება, ხო? შექმნილმა ესე შექმნა ვიბადებით, ხო ვიბადებით ჯერ ტანჯვაში და წიბილ-კიბილში იბადება ბავშვი. მერე ვცხოვრობთ რაღაცა მომენტია ისეთი, რომ ერთად სიყვარულის და შეხვედრის ყველაზე გემრიელი, მერე სიბერე, მერე შიში ამ სიკვდილის და მოკეთ სულ ვართ რაღაცა პრესის რეჟიმში. სულ და არ გიფიქრიათ, რომ ეგება ეს რაღაცა ძალებს აწყობთ ეს ჩვენი შიში. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თუ გინდ აი ესეთი თვისებები, რომელიც ბავშვობიდან, ესე იგი, აი წარმოიდგინე შენთვის ბავშვობაში რომ არ ეთქვა არავის, არსებობს თვალი, არსებობს ცუდი ბოროტი. შენ თვითონ მიხვდებოდ, ვერასოდეს ვერ მიხვდებოდ, იმიტომ რომ ხა რას წარმოიდგინე, ხა წახვედი რაღაცა იქ და კისერი მოგტყდა ვიღაცას და აბრალეს ხას აი მან თვალი მე შემცა და მაგით მომი. არა, ესე იგი, თვითონ ატმოსფერო განაპირობებს ამ შიშს, იმიტომ რომ მიჩვეული ვართ, რომ თვალი არსებობს და ესე იგი აუცილებლად უნდა დავაბრალო ვიღაცას რაღაცა რომ მემართვა. ეხა გადავიდეთ მეორე ზღვარზე, მეორე გზაზე და ახსნაზე. რა თქმა უნდა, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ჩვენ უდაოდ გვაქვს რეაგირება ერთმანეთზე. ჩვენი ენერგეტიკა ძალიან დიდ რეაგირებას, ჩვენი ემოცია ძალიან დიდ რეაგირებას აკეთებს ჩვენს მდგომარეობაზე. ეხა ისმის კითხვა, თქვათ, როგორ დავიცვა თავი აი ამ თქვათ სხვათა შორის თავის დაუნებურად შეიძლება გაგთვალოს, იძახიან ვაფშე დედის თვალი საერთოდ კატასტროფაო. შეიძლება ახლობელმა გაგთვალოს, ისე რომ არ უნდოდეს. ანუ ეს როგორ ხდება, რანაირად, ესე იგი მე არ მინდა და მშურს შენი თუ რა ხდება, თუ რანაირად მოდის. ესე იგი შენი მომენტში დაუცველი ხარ, ხო? შენს დგეხარ რაღაცა ლამაზი კოკობი ვარდი და უცბად შენთან მოდის ენერგია აგრესიის, რომელიც თან თქავს. არსებობს რამდენიმე მეთოდიკა. არ არის იოლი, მაგრამ ვეცდები გითხრათ. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ქრისტიანებს გვახსოვს ჩვენი სახარებიდან დაწერილი სიტყვები ღმერთი რასაც გეუბნება უფალი, რომ შენ თუ გწამს, შენ საერთოდ თებს გადადგავ შენი რწმენით. აქედან გამომდინარე მახსენდება კიდე ესეთი ძალიან კარგი მოთხრობა. ბუდისტური მოთხრობაა. მოკეთ კაცს უყვდება დედა და დედა ეუბნება რომ შვილო მეო ვიცი რა მიშველისო, მეო მითხრესო რომ ბუდას კბილიო არიო სადღაც უღრან ტყეშიო აიქ სოფელში უნდა წახვიდე თუ მომიტან მაკპილსო მეო ვაკოცებ და გავხვდები კარგად. წავა ეს საწყალი კაცი და ეძებს შევა უღრან ტყეში კატაკეკა ვერ ნახა ეს ბუდას კბილი ვერსა და მოდის და უცბად ხედავს რაღაცა პარცხოველს და დაინახავს კბილი ამოაძრობს და იფიქრებს რომ ება რა ვქნა ეხა დედაჩემს ეგება ეს მაინც მიუტანო რომ როგორ მივიდე კბილის გარეშეო ხო და მივა სახში და შეხვეულს გახსა აი დედაო ბუდას კბილიო ჯადოსნური ბუდას კბილი მოგიტანეო და ავადყოფი დედა ადგება აკოცებს ამ კბილს და კარგად გახდება. მოკეთ სოფელში ატყდება ზარზე იმი ბუდას კბილი ჩამოგვესვენ და ჩამოგვიტანესო დადგავენ რაღაცა ტაძარში შუაში ამ კბილს და მთელი ხალხი რიგები და დადიან და კოცნიან ამ კბილს კოცნიან ამ კბილს და ლოცულობენ და მადლობას უხდიან ღმერთს კოცნიან და რა მოხდა ნახე? ნახევარი წლის მერე რაღაცა 3 თუ 4 თვის მერე კბილმა გაანათა. მოკეთ კბილი რეალურად გახდა ჯადოსნური და მკურნალი. ანუ ამას რას ტოვყვები? რამხელა რწმენა ადამიანში, რომ ადამიანს შეუძლია ცხოველის კბილი გახადოს ჯადოსნური მკურნალი ელემენტი. თუ მას ჯერა ამისი. ამიტომ პირველი მეთოდიკა რაც არის თვალის დაცვისგან, არ დაიჯერო, რომ საერთოდ შენ შეიძლება ვიღაცამ გაგთვალოს. შენ თუ რაღაცა ყოველთვის იცოდე რაღაცა არასწორი გემართება, ეს in general არის შენი თავის, შენი ქმედების და შენი არასწორი ფიქრების შედეგი. არავის არ აქვს ძალა მოგერიოს შენ. ეგ ერთი, მეორეს ერთი. ხედავ ხო რაღაცა სიტუაციას და გრძნობ წინასწარ. წარმოიდგინე იმ მომენტში, ზუსტად აი იოლია ძალიან. წარმოიდგინე რომ აი აქედან სინათლის სვეტი ეშვება შენზე და
აი ესეთი წრიული, როგორც პეპელას სანამ დაიბადება, იმაში კოკან რო არის, რაში ძის, აი ეგეთ წრიულ ბადეში გახვევს. და შეშინაგანად ეუბნები უფალო მადლობა, რომ მიცავ. აუცილებლად აი ამ მომენტში არანაირი past the future, present indefinite tense. აი ეხლა ეუბნები, რომ აი ამ წუთას ეუბნები, რომ მადლობა ღმერთო, რომ დაცული ვარ. всё და მე რაც არ უნდა მოხდეს, იცი რა არის, ავტომატურად უკვე შენ რთავ, შენ შიშს და იმ რწმენას რო თვალი დაგანგრევს, უპირისპირებ მეორე ზღვარს იმისი რომ არ მჯერა მე შენ რომ მაჯობებ შენი ბოროტი ენერგიით, ეგერთი და მეორე მე უკვე დაცული ვარ. რა ვიცი, ცადეთ აბა. მე მგონი, რა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ისეთი შეშინებული ადამიანი ვარ, როგორც ყველა და ბევრჯერ ხშირად დამართნია ისეთი რაღაცა, რომ ვამტყუნებ სხვას და სხვას ვაბრალებ. აუ, აი ხა ეს იმიტომ მომივიდა, რომ აი ისა და რაღაცა და კი, მარსა მოგიყვებით ერთ ამბავს, ერთხელ მომივიდა ესეთ საღამოზე ვიყავი, ძალიან ეფექტურად მივედი, ჩაიარა საღამომ გადასაეროდ და გამოვდივარ და დავინახე ხალი იდგა შორს და აი უბრალოდ აიც როგორ გამომხედა, თვალში გამიყარა და დაამწყებ, სიტყვები არც მინდა ვთქვა რა მისულა რა. და რა თქმა უნდა არანაირი დაცვა არ გამიკეთები, არაფერი ფიქრი, გამოვედი და ტელეფონი, რომელიც ხელში მეკჭერა, რომელიც სულ ახალი იყო, ხელში გადამისკდა. მე ჩავჯექი და მანქანამ დამიცვა, მანქანის აკუმულატორი აფეთქდა და საერთოდ რაღაც სასწაულები დამართა, მაგრამ ტექნიკამ დამიცვა, მაგრამ მე რომ იმ მომენტში იმ ადამიანისთვის შემხედვარ, ჩემი თავისთვის გამეკეთებინა ეს დაცვა და ჩემი შინაგანად მე თქვა, მადლობა ღმერთო რა მაგრა ვარ და რა კარგად ვარ და რა დაცული ვარ შენი სინათლის ენერგიით, არაფერი არ დამემართებოდა. ამიტომ იცოდეთ და გამოიყენეთ ეს. არ არის რთული და არის ესეთი ნიუანსური, უბრალოდ ტექნიკაა, რომელსაც ვარჯიში ჭირდება. ბედნიერი დღე.